მოგესალმებით ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის მე თამთედოლიძე ვარ და დღეს ვსაუბრობთ ბატონ ვახტანგ ზენაიშვილთან ერთად გირჩიმეტი თავისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად გურიის რეგიონში. მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. დღეისათვის რამდენიმე აქტუალურ საკითხს მინდა შევეხოთ თქვენთან ერთად და მინდა დავიწყოთ ბოლო დღეების სასამართლო პროცესებით, ანუ როგორც აღმოჩნდა, განახლდა ეგრეთ წოდებული კი არა და დაჭერები, დაჯარიმებები აქტივისტების ძალიან არაერთ ადამიანს მოკლედ გამოუწერეს ჯარიმა, მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა და ასე შემდეგ. რა სიტყოდით ამაზე? რა ახალი ტალღით რატომ წამოვიდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რაღაცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა ჩვენ ვიხილეთ ამ მიმართულებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმები ყველა პოლიტპატიმარს და იმ მებრძოლ ადამიანს, ვინც რუსთაველზე დგას და რუსთაველზეც და სხვა ადგილებშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს განახლებული ტალღა იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება მოეჩვენა ხელისუფლებას და ალბათ არც მოეჩვენა რაღაცა გავლენას, თქვათ შიშის დათესვის ფაქტორ, ეს ახდენს რაღაც გავლენას მოსახლეობის ფართო ფენებზე. მაგრამ არ ამგონია ამან დიდი გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, ვინც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ რეჟიმს ებრძოლონ. იმაზე გავლენას ეს ვერ მოახდენს. და ეს არის სასწრაფოთელი მცდელობა ხელისუფლების, რომ აი რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და ვითომ აი რაღაც მაგარი ბიჭები არიან და არავის ისე არ დატოვებენ. რეაგირების გარეშე ვთქვათ და რა ვიცი ეს რეპრესიების ეს ფორმა კიდე ვთქვათ ორდინარეში ხო იცი ერთხელ ვერ შეხვალ რა თქვა ერთდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ ხო და ესეთი რამეა ისტორიაო მეორდებაო დიახ მეორდება ისტორია თქვა პირველად ჩვენ ეს როგორც ტრაგედია ესე მოდისო ერთმა ჰეგელმა როგორც თქვა და მეორედ არის უკვე ფარსი და აი ფარსის სიტუაციაში არის ეს კარიკატურული ხელისუფლება მე ვფიქრობ რომ ეს კარიკატურული ხელისუფლება და ესეთი ასე გასაგები ეს ყველაფერი ეს ჯარიმებიც ეს იცი ძალიან მძიმედ მოქმედებს იმ კონკრეტულ ადამიანს და ფართო გადმოსახედიდან თუ შევხედავთ ამას და ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა ყავლგასული რეჟიმის გასაგები აქვე გკითხავთ მაშინ რახან რუსთაველის პროტესტი ვახსენეთ და შეკითხვაც ამას ეხებოდა მიუხედავად იმისა რომ მასშტაბურად დაანონსებულ აქციებზე დადის ბევრი ადამიანი მაინც რუსთაველს ყავს ესეთი ბირთვის სახით ადამიანები რომლებიც უკლებლივ ყოველ დღე დგანან აქ და ჩვენ ამდენი დღის განმავლობაში დავინახეთ რომ ეს ადამიანები არსაწესლოს არაპირებენ არაერთი წნეხის მიუხედავად და მე მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ ისინი იდგებიან ბოლომდე ძალიან ხანგრძლივად მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ყავს ხელისუფლება რომელიც არანაირ კომპრომისზე არ მიდის ამ თვალსაზრისით და არა მარტო ამ თვალსაზრისით როგორ ფიქრობთ ანუ პერსპექტივაში ეს ყველაფერი როგორ გრძელდება ანუ ცხადია მარადიული არაფერი არ არის მათ შორის პოლიტიკაშიც რაღაცა დინამიკა ახლავს ყველაფერს შესაბამისად რას და როგორ ხედავთ ცოტა უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში კონკრეტულად ამ ნაწილში ვგულისხმობ რომ ერთის მხრივ არიან მებრძოლი ადამიანები აბსოლუტურად პრინციპულები რომლებიც არაპირებენ დაშლას და მეორეს მხრივ არის ხელისუფლება რომელიც ართმობს რაღაცა თავის პოზიციებს მე მგონია რომ ვერთმობს პოზიციებს არ შეუძლია უკან დახევა იმიტომ რომ არაფერზე არ დგას იმიტომ ძალადობაზე დგას მისი შინაარსი თავიდან ბოლომდე არის ძალადობა ტყვილი და თვალთმაქცობა ამ ხელისუფლებას რაღაც იდეოლოგიას თითქოს რაღაცებს ებღაუჭებია კონსერვატიზმს რაღაც ქართულ ხასიათს ვითომ ქართული სიწმინდეებს იცავენ და რაღაც სინამდვილეში ამ ხელისუფლების იდეოლოგია არის თვალთმაქცობა როგორც კომუნისტების იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი იყო თვალთმაქცობა როგორც იმათი მემკვიდრე ესენი სისხლისილსთაგანი არიან ძველი სისტემის არის მათი იდეოლოგია არის თვალთმაქცობა ვერ იხევენ უკან როდა რა სად უნდა და რა უნდა შესთავაზოს საკმარისი ერთი ნაბიჯი უკან გადადგას და იმ წუთში იწყება რღვევა და ჩამოშლა ხელისუფლების მაგრამ ბუნებრივია მუდმივად ეს კი არა და საბჭოთა კავშირი რომელიც მართლა სიზღლზე ხიშზე და რა ვიცი ტანკებზე იდგა და ძალადობაზე იდგა და მილიონობით ადამიანი ამოწყვიტა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იმანაც კი ვერ შეინარჩუნდა ეს ძალაუფლება და ეს მაშინ როცა მსოფლიო გაცილებით სხვანაირი იყო და დღეს, როდესაც
სულ სხვა ვითარება არის, როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად, გაგება საერთოდ სხვანაირია თავისუფლების, ადამიანობის, სახელმწიფოს უფლებების და თქვათ მისი მოვალეობების და ასე შემდეგ, ხო? ეს როდესაც მაგალითად იმ ეპოქაში, თქვათ მე-20 საუკუნის დასაწყისში და შემდეგაც მეორე მსოფლიოს ომამდე და ასე შემდეგ ოკუპაცია ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა და არავინ არ უმტყუნებდა არავის რომ, მაგრამ დღეს უკვე ეს სხვანაირად არის. ადამიანის უფლებები სხვა ხარისხშია დღეს აყვანილი. აქედან გამომდინარე, ამ კარიკატურული რეპრესიების იქით ესენი ვერ წავლენ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ მეტ ნაბიჯი გადადგამს და შეეცდება უფრო თქვათ ესეთი სისხლიანი ნაბიჯები გადადგას, ეს იქნება რაც უფრო საშინელი კატასტროფა მოყვება მათთვის ამ ამბავს. რეპრესიები ახსენეთ და რაღაცნაირად გამახსენდა ბოლო დღეების ახალი ამბავი და ძალიან საინტერესო თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ვიხილეთ რომ ფუძნდება თუ დაფუძნდა ერთგვარი ეროვნული ფასეულობების დამცველი მოძრაობა თუ ორგანიზაცია ვინმე გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ. ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით? ანუ ეს საზოგადოების ისეთი რადიკალური ფრთის დაკვეთა იყო და ეს ბუნებრივად მოხდა თუ ეს არის რაღაცნაირად ხელისუფლების ქოლგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება. მაგაში დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლების ქოლგის ქვეშ არის რაღაცა მასშვებიან რა ქვია რაღაცა სეგმენტი ალბათ საზოგადოებაში არსებობს ვისაც ასეთი ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ასე ვთქვათ სწორი როგორ რაღაცა სწორი პასუხები იცის ხალხმა ზოგჯერ. აი მაგალითად ასეთ მე დაუბრუნდები ამ თემას ერთ მაგალითს მოვიყვან. ტექდათვალიერებას რო შემოიტანეს მაშინ და აი ნახავთ თქვენ რომ ჟურნალისტი აჩერებს რომელიღაცა საჭეს დამჭდომ ადამიანს მაგა ეკითხება ტექდათვალიერება ხომ სწორი დიახ აუცილებელია ტექდათვალიერება უნდა იყოს ეს ასე ჩამოთვლეს და ამას რომ მოაცილებენ მიკროფონს მე და წავა თვითონ საბურავს ითხოვს მას გამონაბოლქვი რომ შეამჩნიოს იმას სადღაც ითხოვს და ისე მივა ტექდათვალიერებს გასა თუ კარგია და საჭიროა მაშინ რატო აკეთებ ამას მაგრამ სწორი პასუხი თქვა გესმით სკოლაში რომ მიაჩვიეს რა არის სწორი პასუხი და რა არ არის სწორი პასუხი. ასევე ახლა ზოგიერთს გონია რომ ვიღაცას შეუძლია რაღაცა ძალადობრივი მეთოდებით, რაღაცა ტრადიციების და რაღაც ფასეულობების დაცვა. ანდა რა არის ეს? აი მაგალითად ოჯახის სიწმინდეს რო იცავენ ვითომ. რა არის ეს? რას ნიშნავს ეგ? ერთისთვის ერთია რაღაცა ყველა ოჯახი თავისებურად განსხვავდება. ის კი არა ერთმანეთისგან, ხო? რაღაცა ერთ ოჯახში რაღაც ფასეულია, მეორე ოჯახს ერთად არ აქცევენ მას ყურადღებას. ანდა საერთოდ ვიცის ამ ხალხმა რომ იგივე ოჯახი უფრო ადრე გაჩნდა და სახელმწიფო გაჩნდებოდა? ანდა მატრიარქატის ეპოქაზე სმენიათ რამე? ეს ხო მუდმივად იცვლება. სხვადასხვა ეპოქაში ეს ფასეულობები გადაფასდება ხოლმე. და ამას ადამიანები რამე გეგმით კი არ აკეთებენ და რამე ვიღაცის მითითებით კი არ აკეთებენ. ეს თავისთავად ხდება ევოლუციურად. ყველაფერი მარტო ბიოლოგიურად კი არ ევოლუციონირდება ადამიანი და საზოგადოება თვითონ სოციალურად ევოლუციონირდება სხვადასხვანაირად ხდება ეგ არის უამრავი რაღაცა რომელიც შეუძლებელია ვიღაცამ რაღაცა დაგეგმვით რაღაცის თქვათ მოწოდებით ან მით უმეტეს ძალადობით ან რაღაცა რაზმების შექმნით ეს რაღაცა და ან რა არის ფასეული მისთვის, რა არის სხვისთვის, ამას ვინ ადგენს. ვიღაცა წერდა ამას წინათ, ანუ ეს ხომ მოყვა მას შემდეგ მოხდა ეს რაც ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებული ეს ფრაზები აიტაცეს ზოგმა ნეგატიურად, ზოგმა დადებითად და ვიღაც წერდა რომ ანუ ამ მოძრაობამ გადაწყვიტა რომ ხუმრობებისგან დაიცვას სამშობლო და ქვეყანა. ხო, აი ნოდარ დუმბაძეს ახლა ქართველიშვილის დაცვა რო ჭირდება, არ მგონი არ ჭირდებოდეს, ხო? და ახლა ჯერ ერთი ეს რა არის ლიტერატურა არის რომელსაც ხან გააკრიტიკებენ ხან რაღაც აზგამოთქვამენ რაღაცას მოიწონებენ რაღაცას დაიწუნებენ მაგალითად მეც ხომ როგორც პიროვნებას ჩამოვარდა საუბარი მაქვს რაღაც დამოკიდებულება მწერლის მიმართ არა იგივე თქვა თეთრი ბაირაღები მიმაჩნია საერთოდ პროპაგანდისტული ნაწარმოებია ზოგიერთ ძალიან მოსწონს მაგრამ მე მიმაჩნია ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ნაწარმოებია ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის კუთხით რომ დაწერილი რაღაცეები თქვა ესეთი
ხო, იქ არის რა თქმა უნდა კარგი ადგილები, თბილი ადგილები, რაღაცა წერური ხელოვნებაცაა, ყველაფერია, მაგრამ რაღაცა არის, რომელსაც მე ჩემთვის არა მისაღები და მოსაწონი. ეს არის გემოვნების საკითხი, ხოლმე და არ შეიძლება ამის გამო ერთმანეთს. ეს თუ ამას თუ ჯერე მე რაც მთავარია შეცდომას თავისუფლება არა, თავისუფლება არის შეცდომის დაშვების უფლება. აბა ახლა ყველაფერს შეცდომა თუ არ დაუშვა, საზოგადოება როგორ განვითარდება, ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და ისე მიდიან წინ, ხო? კი ბატონო. ანდა როგორც აზრი ილია ჭავჭავაძე ამბობდა მაგალითად, რომ ყველაფერი სიკვდილი შეიძლებაო, აზრის სიკვდილი კი არასოდესო. აზრი რა კი ერთხელ დაიბადებაო, ის აუცილებლად რაღაც შეიძლება რაღაცა თქვათ ახლა ქართველი შვილისნაირი მიდგომებით რომ ხელმძღვანელობს საზოგადოებამ ალბათ ვიღაცა აინშტაინს მოკლავდა ვიღაცა მას რა ქვია გალილეოს ჩამოკიდებდა ვიღაცა ესე როგორ შეიძლება ეგ არის უმარტივესი პრიმიტიული ველური რაღაცა ესეთი გამოხდომა გასაგები ბატონო ამხე ეს ბოდიშედა ეს სასაცილოც არის ერთგვარად მაგრამ ამ ხელისუფლების ფონზე სასაცილო არაა საშიშია იმიტომ ხელისუფლება უმაგრებს ასეთ რა ქვია პრიმიტივებს ზურგს სამწუხაროდ კი ბატონო, სამთავრობო ცვლილებებს მინდა შევეხოთ თიკა რუხაძემ დატოვა თანამდებობა ამ დღეებში სრულიად მოულოდნელად და ასევე გუშინ ვიხილეთ მამუკა მდინარაძის თანამდებობრივი ცვლილებაც და ის ამიერიდან იქნება სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში. ეს ყველაფერი როგორ ფიქრობთ, ინდივიდებზე მორგებულია თუ რაიმე რეალური პოლიტიკის ნაწილია. ან რაიმე გეგმიური სტრატეგიის ნაწილია. ბატონმა კობახიძემ მადლობა გადაუხადა აქეთო ძალიან კარგად გაართვა საქმეს თავიო და ეს კოორდინაციაში სამართლების თუ რაღაცა ძალოვან სტრუქტურების კოორდინაციაში ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევა და ახლა გადაიყვანეს სხვაგან ეს არაფერი მსგავსი საერთოდ სომერსეტ მოემი იყო ასეთი ცნობილი ინგლისელი მწერალი და იმას აქვს ესეთი რამ ნათქვამი რომ მეო ხშირი ურთიერთობა მქონდაო სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, მინისტრებთან და ასე შემდეგ და მეთაურებთან და ასეთი პარლამენტარებთან და ასე შემდეგ და ერთ რამას მივხვდიო რომ სახელმწიფოს მართვასო დიდი ჭკუა არ ჭირდებაო. აგერ არის მაგალითი ქართული ოცნება, რომ სომერსეტ მოემი არის აბსოლუტურად მართალი. რაც შეეხება იმას, ეს რა თქმა უნდა ახლა პიროვნულად რაღაცა სახე შეუნარჩუნო მდინარაძეს, რაღაც დამსახურებები აქვს ეთყობა ქვეყნის წინაშე კი არა, იმ კონკრეტული კლანის წინაშე და რაღაცნაირად ცდილობს ან კობახიძე ცდილობს თუ თავისი პროტეჟე რაღაც სახე შეუნარჩუნოს. ამის იქით არაფერი არ დგას აქ. რაც შეეხება რუხაძეს, უკეთესი იქნებოდა თვითონ სამინისტროს რო გაუქმებულიყო. კულტურის სამინისტრო. იმიტომ რომ არაფერი სამინისტრო არ ჭირდება კულტურას და არაფერი მოტივი აქვს იმაში რომ უცხოეთში სადღაც 100-ია და რაღაცა ეს არ გამოდგება. იქაც ზედმეტია, ყველგან ზედმეტია ესეთ სამინისტროები. ხელოვნური ესა. კულტურა და ისა სხვანაირად ვითარდება, სხვა პრინციპები აქვს და მთავრობა მაგას ხელოვნებას თუ გულისხმობთ შემოქმედებით პროცესს ხადია, სტიქიურად ვითარდება, ბუნებრივად ვითარდება, მაგრამ აი რაღაცა მართვის ნაწილში მაშინ ალტერნატივა რა წარმოგიდგენიათ? მე არაფერი არ წარმომედგენია, მე მგონია რომ სამინისტროების რაოდენობა კიდევ უნდა შემცირდეს და ხელისუფლება ეს ცნობილი თეორია და სადაც ეს იყო და მოხდა, იქ ყველაფერი კარგად იყო, როდესაც სამინისტროები ცოტა ხელისუფლება შეზღუდულია, მთავრობას ცოტა უფლებები აქვს და საზოგადოებრივ ადამიანურ ცხოვრებაში ხო აპარატი მცირეა და საზოგადოებრივ საქმიანობაში და ადამიანურ საქმიანობაში ზოგადად არ ერევა და ეკონომიკაში განსაკუთრებით იქ უფრო კარგად მიდიოდა ყველაფერი და მიდის დღესაც და სადაც პირიქით არის იქ ყველაფერი ცუდად არის ხელისუფლება და მთავრობა ცუდი მე კულტურის მინისტრი და ის რასაც პრეტენზია აქვს თქვათ სამინისტროს რომ იმანის უნდა მართოს და გააკეთოს აი ამას აკეთებს ზუსტად ცუდად ხელს უშლის ის კულტურის განვითარება სინამდვილეში თავისი დაფინანსებებით რაღაცა პრივილეგიებს აძლევს ვიღაცას ხელმაშვება და ესე თქვათ ვიღაცა იზღუდება ამით როდესაც მთავრობის სადაც არათანაბარი არა თავისთავად იქნება ეგ ვერ გაანაწილებს ის ამას სწორად ან რა იცის რომელი მუსიკალური ჯგუფი
უნდა გამოვიდეს სცენაზე და რომელი არ გამოვიდეს, ამას რანაირად ადგენენ. რაღაც რა გემოვნებით ადგენენ, რა კრიტერიუმებით ადგენენ. ვიღაცის სუბიექტური აზრით, ხო? მე საერთოდ ყველაფერში მგონია რომ ისა რა ქვია, ბაზრის ელემენტი უნდა ჭარბობდეს რა და ეს იქნება უფრო სწორი და მორალურად გამართული. და ნაკლები შეცდომები მოხდება ამ თვალსაზრისით. განათლების სამინისტროს არ იყოს რომ განათლებაც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა ყველაფერი. შეიძლება თითქოს გეჩვენება რომ აი ეს როგორც სხვანაირად არის, მაგრამ არა ყველაფერს მოთხოვნა მიწოდების პრინციპი განსაზღვრავს. თუ ცოდნაზე სოციალური დაკვეთა არ იქნება, თუ მე ცოდნის მიღება არ მინდა და მარტო დიპლომი მჭირდება, თქვა, ხო? ასეთი სიტუაცია თუა შექმნილი, ამას რა გაასწორებს? რომელი რა რეფორმები გაასწორებს, რა ისინი რა თქვია, რაღაცა ტრენინგები, თქვა, რაღაცა ბარიერები, რომ პედაგოგებმა გამოცდები ჩააბაროს, არაფერი ამას არ უშველის. თავარი რა არის? ამას ყველაფერს დანარჩენს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მე მინდა მივიღო ცოდნა. მე მინდა მივიღო განათლება, ამის სურვილი უნდა მქონდეს და ვინ უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანებში რაღაცნაირად წახალისებული იქნას განათლების და ცოდნის მიღების სურვილი. მე არ გულისხმობ შემთხვევაში დიპლომირებულ სპეციალისტებს უმაღლეს განათლებას, თუნდაც პროფესიულს არ აქვს მნიშვნელობა, რაც უკავშირდება შრომას და განათლებას. ეს ვინ უნდა წაახალისოს, თუ ჩვენ მხოლოდ მოთხოვნა მიწოდების პრინციპზე დავდგებით საბოლოოდ, აი როგორც თქვენ ახლა. თვითონ ის ახალისებს სიტუაცია. აი მაგალითად, აი თქვათ გუტენბერგმა შექმნა საბეჭდი მანქანა, ხო? ეს ხომ შემთხვევით არ მოხდა, ამას ამის წინ ხო რაღაცა უნივერსიტეტების შექმნა უძღოდა წინ. რეფორმაციული ელემენტების წამოწყება უძღოდა წინ. სანამ ლუთერამდე მივიდოდა საქმე, იქამდე ეს ფარულად, ასე ვთქვათ, შინაგანი დუღილით მიდიოდა ეს. ამან გააჩინა მოთხოვნა წიგნზე და წიგნის საფათ უნდა გავრცელებული იყო ხელნაწერით კიდე დრო ჭირდებოდა, ამიტომ ბევრი წიგნი იყო საჭირო, სწრაფად გავრცელება იყო საჭირო და აი ამ ბიძგმა მისცა ამ გამოგონებას საფუძველი და საჭიროება, ამის საჭიროება. და როდესაც ახლა ყველაფერი თავრობის ხელშია და როდესაც საკადრო პოლიტიკა მაგალითად ისე წყდება, როგორც მდინარაძის შემთხვევაში, იქ განათლებაზე მოთხოვნა არ იქნება იმ საზოგადოებაში. ამაშია საქმე. ფუნდამენტი ეგ არის. დანარჩენს მე თქვა როგორი კარგად მიაწოდო, როგორი მეთოდური სახელმძღვანელო შექმნა, როგორი განათლება იყო სკოლაში, როგორი მერხი დადგა. ამას ამის შემდეგ აქვს აზრი, როდესაც ეს თავარი ძირითადი მოგვარებულია და ამის სოციალური ბაზა არსებობს. გასაგებია. ილია ჭავჭავაძემ, როდესაც წამოიწყო და სხვებმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ამ წერა-კითხვის ცოდნაზე მოთხოვნილება რო არ ყოფილიყო, დარჩებოდა ხმათმაღადებლისა. არაფერი შედეგი არ დადგებოდა, მაგრამ იყო ეს მოთხოვნა. ამაშია საქმე, ხშირად ძალით კი არ შეუყვარდათ ის ბავშვები სკოლაში და პირიქით მოთხოვნა იყო, წყურვილი იყო საზოგადოებას ამაში და ეს მიაწოდა. და სწორედ ილია ჭავჭავაძის დიდი ადამიანობა და გენიალური მაშინ მდგომარეობს, რომ ეპოქაც გზნობდა და ეპოქის შვილი იყო. როგორც მისი შეფასებაც ასე უნდა მოხდეს, ხო ახლა ცოტა გადავხიო, თვითონ ამბობდა, ხო? კვლევარი უნდა ჩაჯდესო ეპოქის ქერქშიო და ისე განიკითხოს ეპოქის შვილნიო. ასია ეპოქა ქმნის ყველაფერს და როდესაც შენ ეკონომიკა ფაქტურად ისა ჩაკეტილი გაქვს და არაფერი არ ფუნქციონირებს, არ მუშაობს, ეხლა რაღაცა თვითონ ეკონომიკის შინაგანი ბაზარი რო არ მუშაობს, ამაზეა ლაპარაკი. შინაგანი, აი კიდო მიწის საკითხი, კიდო აღარ დღეს რომ მოვდიოდი გამეგზავნა სამოვიყოლი ადამიანი, არც ვიცი ვინა არა, უბრალოდ გზად გამოვიყოლი და ამას ლაპარაკობდა რომ აი ის არ მუშაობს, ეს ფული გაფუჭდა, იმას ვერ ყიდულობ. აი ამაშია საქმე, ამ ჩიხშია მოქცეული და ამას რა ჭირდება? ფულის ბეჭდვა კი არ ჭირდება, რომ იმდგარია მთავრობა და ეროვნული ბანკი და უშვებს ამ იმას კუპიურებს, ასე ვთქვათ, ხო? და ინფლაციას იწვევს. ანუ მსყიდველობით უნდა კარგავს ეს თანხა, ფული. გასაგებია. ბოლო კითხვას დაგისვამთ დღევანდელი ეთერისთვის. ოპოზიციის გეგმებზე და იმ საფრთხეზე მინდა გკითხოთ, რაც ოპოზიციის წინაშე დგას აი ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, თუ სწორად ვამბობ, რომელთან დაკავშირებითაც პროცესები ელვისის წრებით ვითარდება და
შესაძლოა მალე ვიხილოთ არაერთი ლიდერი დაკავებული. ერთის მხრივ ეს საფრთხე არის, მეორეს მხრივ რაღაცეთი რადიკალური კი არა და ეფექტური ნაბიჯების დეფიციტიც ჩანს ოპოზიციის მხრიდან. რას იტყვით ამ ყველაფერს? აი თუ ლიდერები აღმოჩნდებიან ციხეში, ეს დააჩქარებს რაიმე პროცესებს თუ შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს? ეგ ძნელი საქმეა პროცესებს რაღაც სეგმენტში რაღაც მოსახლეობის რაღაც ფენაში შეიძლება ამან დიდი ემპათია და ეს გამოიწვიოს თქვათ ხარდაჭერა და რაც გამოფხიზლებას ეფექტის კონდეს მაგრამ პროცესები მე მგონი თავისთავად მიმდინარეობს თავისთავად აგაგებით რომ ის პოლიტიკა რომელიც აქვს ხელისუფლებას თავისთავად შექმნის იქითკენ მიდის რომ ეს დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება. ეხლა, როდესაც ამ გზით გინდა იმ ძალადობის გზით გინდა შეინარჩუნო ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მიზეზი და საბაბი მთავრობას არ დაელევა, რომ ვინმე დაეჭიროს. აი, მაშინ რო არის ცნობილი ფილმში მონანიებაში ბომბეიდან ლონდონამდე გვირავი, ეს გამოგონილი ხო არ გონიათ? არა, რა თქმა უნდა. ეს მართლა იყო ის არის რუსულ არქივებში, ჩეკასდემის არქივებში არის, რომ ბომბეიში გვირაბის გათხრა დაიწყეთ, ახლა ლონდონამდე არ წერია, მაგრამ ეს ნამდვილი ამბავია. და ხომ სიგიჟია. მოწამლული სიმინდი დათესა და ამიტომ დავიჭირეთო. ხომ სიგიჟია. წყლის მოწამლა დააბრალეს რომელიღაცა. აი ახლა აი ესეთი სიგიჟის რაღაცა აბსურდის დონეზეა, რომ ახლა ოპოზიციას აბრალებს იმას, რომ უცხოელთა მტრულ სახელმწიფოებთან ქონდა ურთიერთობა, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინა. ეს ახლა ისეთივე იმ სტილისა, იმ ოპერიდანა აი მაშინ რო ქონდათ, მაგრამ ის დამთავრდა საშინელი რეპრესიები და საშინელი სისხლით და აი როგორც თქვი, არ ამგონი ახლა ეს ამ დონეზე მივიდეს. თუ აქეთკენ გადადგამს ნაბიჯს და უფრო გაამკაცებს სიტუაციას, ეს ამ ხელისუფლების დასასრულს კიდევ უფრო დააჩქარებს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მოახდენთ. მადლობა სტუმრებისთვის, მადლობა საუბრისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით ბატონ ვახტანგ ზენაიშვილთან ერთად. ის გახლავთ გირჩემეტი თავისუფლების წარმომადგენელი გურიის რეგიონში. დაგიბრუნდებით მომავალ ხუთშაბათს, კარგად ბრძანდებოდეთ.